რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანეთს არით ავკვანდით, თქვენ მორჭმულდით თამაშობდით ჩვენ მტირალ ნიღაცვსავ ბანდით. რუსთველი. ესე არ სისხლით ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დამთხეული, მისატევებელად სოდოთა და გასაწმენდელად სიცოცხლისა. შალვა გორდელიანმა შეირთო იოჰანეს ვახერერის ასული მატილდა. მე-11 თვეზე ქართველის გატაცებასა და გერმანელის თაყვანისცემის ნაყოფად დაიბადა ქალი, სახელად ელი ერქვა. ნათლობის სახელი ძველებური ელპიდა, საბუთებში დარჩა და დიდედას ლოცვანში მიწერილი ჩაკვდა. იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ შვენებას. ისევ ძველებურად სევდიანი სილამაზით წარმტაცი იყო თბილისი. თეთრი საბურავით თავწაკრული ისევ ახალგაზრდა დარაჯად იდგა მყინვარი. ფაფარა ყრილი შავი ზღვა შხებს მარგალი და დაყრიდა ციხის ძირს. ვარდმა ისი არ შორდებოდა ქუთაისს და ზურმუხტსას ფიანდაზად ქვე ეშლებოდა ალაზნის ველი. დიდი ხნის დაწერილი იყო მერანი, აჩრდილი და ელგუჯა. სიტყვას წეწდა, იალერსებოდა, ხელის ხელ აგოგმანებდა შოთას და მით ითვრებოდა ერი. დაიბადა ელი. სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას. მატილდას თბილისში მუსიკის მასწავლებლად გამოწერილ გერმანელ ქალს თავისი მიდრეკილებით და ნაცნობებით ოჯახში შემოჰქონდა ხელოვნების კულტი და მისი ბეჯითი ცოდნა. შალვა, დიდი მხედრის შვილი და თვითონაც მხედარი, საკუთარი და მამის ძველი მეგობრებისა და ნათესავების მეოხებით ქმნიდა საერთო განვითარებით შენელებულ მხედრულ სულს და უკანა ოთახებში კავკასიონის მთებიდან ჩამოყვანილი ძიძაგამდელი ქსო და ზღაპართა და თქმულებათა ფერად ხალიჩას. ინსტიტუტმა დაუმატა ფრანგული, ტოლამხანაგებმაც ეკვა და მიმოხრა და გასათხოვარი ელი პირველად გამოჩნდა ომში დაჭრილ და სასარგებლოდ გამართულ ბალზე. სხვათა შორის იქ იყო ულევი ქონების პატრონი, მოხდენილი, ზრდილი, განათლებული, ყველასგან მოწონებული გრაფი ვლადიმერ ანდრეის ზებორენკოვი. ფრონტიდან საიდუმლო საქმეებისთვის გამოგზავნილი, დაჭრილი თავში ხრმლით და წმინდა გიორგით დაჯილდოებული. რაღაც თავისებურად უკრავდა როიალს, ცეკვავდა უებროდ. ნათესავ ნაცნობ მეგობრის აღტაცებამ მამაც ჩაითრია და გათამამებული ელი გაჰყვა ამუცხოს. ჯურის წერა. სადილად გადაქცეულ მცირე საუზმის შემდეგ შეზარხოშებულმა საზოგადოებამ ეტლებით, ავტომობილებით, კარეტებით და ზოგმა ტრამვაით იერიში მიიტანა თბილისის სადგურზე და ჟივილხივილით ღიღინით აიღეს სალონ რონოდა. უმრავლესობა აქ დაშორდა. რონოდაში გახშლილი იყო სუფრა. დანარჩენი მეორე სადგურზე გამოეთხოვა. სუფრას მაინც უსხდნენ მეფე დედოფალი და გრაფის ათასეულის 4-ოდე ოფიცერი. სუფრა გაუდგბად ვერ შორდებოდნენ. ჭიქა-ჭიქაზე. არ მოსწონდა ელისის გაუთავებელი სმა, მაგრამ თავაზით იჯდა. ქალბატონი დაიღალა. მოისვენოს, შენიშნმა ერთმა. აბა, მოისვენოს უსათუოდ. ჩვენ ისეთი ბარბაროსები ვართ, რომ 1-2 ჭიქა კიდევ წყურია. ჩემო კარგო, თუ მოსვენება გსურს, მოისვენე. ნუ მოგვერიდები და ქმარმა ხელზე აკოცა. მართლა დავიღალე, მაპატიეთ. ელი გავიდა. არ მოსწონდა მთელი ეს ამბავი. მიწვა. მსახური გაისტუმრა. მცირე თვლემის შემდეგ ათასგვარი შთაბეჭდილების სიმძიმემ. მთელი უკანასკნელი კვირე დღემზადებამ და ღამე მომავალზე ფიქრმა მიაძინა. ახალგაზრდა ოფიცრები სვამდნენ. რინოდებიდან შემოდიოდა ახალ-ახალი ჯგუფი ნაცნობებისა და უცნობებისა და ულოცავდა. ქმარს მოაგონდა ცოლი. შევიდა მასთან და რომ დაინახა საბნით ოდნავ დაფარული ქალი, აღტაცებით შეჩერდა. ისე უზადო იყო ქალის სხეული. დაუბრუნდა ამხანაგებს. უხმოდ დალია სავსე ჭიქა. გამოგაგდეს ვალოდია. ისეთი მშვენიერებაა, რომ მინახავს უკეთესიც. სტყვი, აი წამოდით, ყველას გაჩვენებთ, თუ რა ღვთაებაა. მოიცა, სირცხვილია. ოდნავ შენიშნა ერთმა. ეს ჩემი საქმეა. ოღონდ ფეხაკრებით. ენის ბორძიკით უპასუხა ქმარმა. შევიდნენ. ქმარი ლოგინის თავს მიადგა. სხვები დაშორებით დადგნენ. დანარჩენი მორიდებით. კარებიდან უსქერდა. ქმარმა სრულიად გადახადა საბანი. ეს მესმის. ამას მეც შევირთავდი. რა ფეხებია? ქალს გამოეღვიძა. რა ამბავია, რა მოხდა? გაცვფებული წამოხდა და საბნით ტანი დაიფარა. მაყურებელნი მიიმალნენ. არაფერი, ამხანაგებს უჩვენე შენი თავი. რა საძაგლობაა? გამშორდი. ელიმ ინსტინქტურად მოსასხამს დასტაზა ხელი. მოიხურა და კარებისკენ გაექანა.
მოულოდნელად მატარებელმა უჩვეულო კივილი მოორთო და შეჩერდა. ელი გასავალს ეძებდა. იპოვა. უკუდოდ ფეხში შველა ჩამოხტა რონოდიდან. ველისკენ გაექანა, მაგრამ ლიანდაგის იქით მოაჯირ შემოვლებული ხრამი დახვდა და ჩაჯდა. რონოდის დერეფანში სხვა სული ტრიალებდა. მატარებლის შემოხვეოდა მზეზედამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული მშიერი, თვრალი, ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა პირველი ბრბო. ჩვენ წაგვიყვანეთ, უფრო მშვიდად მოითხოვდა ერთი. წაგვიყვანებენ მას, თორემ გადმოვყაროთ ეს მუხტახორები. ხერხით, დაპირებებით მატარებელი გააპარეს და ჯარისკაცთა ყურადღება უნებლიეთ მიიპყრო დაცარიელებულ სივრცეზე მჯდომმა ქალმა. ეს გოგონა მაინც დაგვრჩა. თუ გაგვიძლო, ხარხარებდა მეორე. ელის წინ გროვდებოდა მზეზედამწვარი, გაშავებული, გამტვერიანებული, მშიერი, თვრალი ბრბო. ერთმანეთს აჩერებდნენ, ყველას კი თავში უნდოდა და მოექცეოდა და ვერცერთი ვერ ბედავდა პირველი ხელის შეხებას. გადავვარდები ხრამში თუ კიდევ წამოიწევით, ძლივს წამოიძახა დასუსტებულმა ქალმა. რა სისულელეს ამბობ, გვიწუნებ თუ? შენს ოფიცრებს ჩვენ ჯობი ვართ, ღმერთმანი. რას მისშერები ხართ მაგ ქალს, გაიხედეთ. კიდევ მატარებელი მოდის, ახლა მაინც არ გაუშვათ. ჩვენ თვითონ შევიდეთ, თორემ მოგვატყუებენ. ქართველის ხმა, გაუელვა თავში გონება დაკარგულ ელის და გაიგონა ფუჩუნი. ნუ გეშინია, გამომყევ ფეხმარდად. ახლოს აღარავინ შანდა, შორს კი ცეცხლმოკიდებულ საწყობებსა და იქეთ შეჩერებულ მატარებელს შუა უხმოდ. თითქოს დარწმუნილი არიანო მიმორბოდნენ ჯარისკაცები. ერი და უცნობი მიდიოდნენ ხიდის ქვეშ, ტლაპოში. სად მივდივართ? აქვეა სადგური, საბარგო მატარებელში ჩაგვსვავ. ხმა არ დასცრა და როგორმე თბილის მიგიყვან. ოღონდ ფრთხილად და ნუ გეშინია. დამტრეულ რკინის შუა, რაღაც ტომრებზე დიდი ხნის ჯანჯღალის შემდეგ, თვალღია ძილისა და ცხადის იზმრების შემდეგ, უცნობმა ელი რონოდიდან გადმოიყვანა და დახეული პოსტალი გაუწოდა. ჩაიცვით. იერონიმე შვინდაძე. ნუ დამივიწყებთ. ამ გადარჩენისთვის არასდროს. პირველ შეხვედრილ ეტლში ჩაჯდა და მამის სახლში გაჩნდა. რა დაგემართა შვილო, მაგრამ საკითხავიც აღარ ხარ. ის არამზადა. ორი სიტყვით აუხსნა და მერე ჩაიკეტა ოთახში. მთელი ღამე და შემდეგი დღე ფიქრობდა, თვლემდა, კიდევ ფიქრობდა და რომ გამოვიდა, ისეთი მშვიდი მხიარული სახე ჰქონდა, რომ მამას იამა შვილის სევდის გადაყრა და ეწყინა უბედურობის ადვილად გადატანა. ცირცვილის არაფრად ჩაგდება. შვილო, აქ ბოდიშით იყო ზაალი და ხმარება ვერაფერი გაუწიეო. იქ ყოფილა მატარებელში, მაგრამ მამა, ამ ამბავზე მეც თავის დღეში უღარ ვილაპარაკებთ. შეაწყვეტინა ელის სიტყვამ. ეს იყო რაღაც სულელური ფარსი, რომელშიაც არც მე ვარ დამნაშავე და არც შენ. გთხოვ ჩვეულებრივ პასუხსაც ნუ მოსთხოვ. თუ ვინმემ დაგიწყოს ლაპარაკი, რა მიზნითაც არ იყოს, დასაწყისშივე მოსპე. გუშინწინდელი დღე-ღამე არ ყოფილა. ეხლა კი წავიდეთ თეატრში. უხერხულია, ძლიერას მოხერხებულია. წავიდეთ, თორემ მარტო წავალ. იყვენ საღამოზე. 26 მაისმა შეაუღლა ელი და სახალხო გვარდიის ასეულის უფროსი იერონიმე მშვინდაძე. მამა გახარებული იყო. არ დაიკარგება მაინც გორდელიანის ძველი გვარი. შვილიშვილს დაარქმევს გიორგის და იქნება იგი გიორგი იერონიმეს ძე გორდელიანი. მოემატება მხოლოდ მშვინდაძე. ამისთვისაც მადლი უფალს. სჯობს ყოველ შემთხვევაში მისი შვილიშვილი იწოდებოდეს გიორგი გორდელიანი მშვინდაძე, ვიდრე ბორენკოვი. ვინოხერია ეს ბორენკოვი, საიდან მოთრეული და თან რა ზნის, რა ჩვეულების. რა ვქნა მამა, არ მომწონს იერონიმე. სახელი არც მე მომწონს შვილომ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენია მაინც. არა მამა, ვერ მოვუდის ოჯახს, მე ამაზე გეუბნები. მაწვილია, გამოიცდება. სულელია მამა და რა ეშველება. რა დაიჯინე ქალო, რამ გაასულელა. წარმოიდგინე, მუდამ მიმტკიცებთ, რომ ისთვის მე და ყოველი სხვა ქალი ერთია. შენს უთხარი, შენ და ყოველი ვაჟი ჩემთვის ერთია თქო და გაიკვითებით. შენ ხუმრობ, მამა. ჩემი წინათგრძნობა ცუდი ნიშანია. გარწმუნებ, თუ შეგნიშნა, რომ სხვა ვაჟისკენ ერთ ეკლუსად გაიხედე, ბრაზით გადაირევა. ეხ, მამა, განამარტო ეს მაწუხებს. არა, ვერ მოვთავსდებით, ვერ მოაწყობ ცხოვრებას. შვილო, ცხოვრება მერთხელვე შეგაშინა და ამიტომ ვერ დამშვიდებულ ხარ. ღმერთია მოწყალე, დრო გამოაწყობს ყოველივეს. მილიციამ გალახა სამსახურში მყოფი სარდალი. სახალხო გვარდიელებმა გაასამართლეს თამასუხზე მომჩინვანი მოპასუხე
და განაქორწილეს ცოლ-ქმარი. სადღაცა დაიკარგა შაქრის მთელი საწყობი. ვერც გაიგეს, საწავიდა. ვიღაც ასისთავი თევზების ზღვაში უყრიდა მილიონობით ბონებს. თქვენს ჭამეთ, ჩემი ბულიო. ძაღლებს მიუგდეს მოკრული ადამიანის სხედარი. და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა. ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ძნესო. ტყვე ოსებს მთავრობის წარმომადგენელი ებაასებოდა. ინტერნაციონალურ პროლეტარიატზე. ელი გვრიტის უღუნივით ეუბნებოდა ქმარს. გულიც უცმეუბნება, კარგად არ გათავდება. მოხედე ოჯახს, დღე-დღეზე შვილი გვეყოლება. მოვლა დასჭირდება. შენ კი, რაც ხდება, სულს ვერ ეგუება. უშველეთ რამე. იერონიმე მიიმალა. გამოჩნდა. დარჩა მამაშვილი ისევ ობლად. ელის ბავშვი ეყოლა. გაუჭირდათ. გაჰყიდეს, დააგირავეს. უსაჭირო ესიც. ელის მხოლოდ მედალიონი დარჩა გულზე. ძიმედ დატვირთულ ურემში გაბმული, ცალთვალზე ბრმა ცხენი სასუწარკვეთილებით უცქერო და ქუჩიდან ქვაფენილზე გადმოსრიერებულს და ჭიშკარზე მიმდგარ ავტომობილს. გაბროტებული შოფერი ამაო დაყვირებდა ბუქს. მეკარე არ ჩნდებოდა. გამნელნი შეიჯგუფნენ. აქ იყო მწერალი. ჩასაწერ წიგნად გახსნილი. ახალ სტილსა და ახალ შინაარსს რომ ეძებს ის. უნებურად შეჩერებულ თავს აბეზრებდნენ ტიტლიკანა ბავშვები. ძია კაპეიკი მომეციოს სახილით და თან ჯიბისკენ აცეცხლებენ თვალებს. აქ შეშერდნენ მაღალი, ძვალტყავა ინგლისელი და ახალგაზრდა ქალი. ქალი მიმზიდველად იყო ჩაცმული. წითლად შეღებილ ტუჩსა და ღრმა დამოჭრილ ქოშებს შორის თვალს იზიდავდა შავი ხავერდის მცირე ნაჭერში მეტად ამოღებული გულის კარი და გამჭვირვალე ხორცის ფერი წინდები. ორივე გართული იყო ღიმილიან ბაასში. ქალი შეზარხოშებული უნდა ყოფილიყო, ვაჟისვნებიანი გამომეტყველებით. გეკულცობდა, სხვაპასხუპით ლაპარაკობდა და რადიკულის პაწია სარკეში იხედებოდა. ვაჟი ქალის მადიან ამოხედოზე აჩენდა თეთრ, გრძელ, საქმენად გამზადებულ კბილებს. ელი, სად დაგვეკარგე? მიუბრუნდა ქალი მეზობლად გაჩერებულ ქალს. დაორბი ვარ. ოდნავ ნაღლიანის ღიმილით უპასუხა მოსულმა და შეუმჩნევლად დაათვალიერა ქალვაჟი. ახალი საქმრო. გაუელვა თავში. გზა გაიხსნა და გამლელნი დაიძრნენ. შემოდი, ნუ დაგვივიწყებ, მიეძახა ქალმა. თუ მოვახერხე, ინგლისელს სახეზე ყოფილი ღიმილი გაუყინა. უსნობი ქალის ხმაზე მიიზიდა. თვალმა მოხიბლა, თვამ გააკვირვა. ვინ არის ეს თქვენი ნაცნობი? მოგეწონათ? არა. ამიტაცა, მაგრამ ვინ არის? ჩემს მეტოქეებს მე გზას არ უკეთებ, ეს მაკვრის ცხერით უპასუხა ქალმა. ინგლისელმა განზე გაიხედა და დაინახა ქუჩის მეორე მხარეზე გადამავალი იგივე ქალი. მიხრა-მოხრამ დაატყვევა. წამოდით რაღა, ვითომ გაუჭავდა ქალი. გამაცანით. დოგი გამმართოთ ეხლა ამ ქუჩებზე? მას დამპირდით რომ გამაცნობთ. აგიგითხარით მეტოქეებს ხელს არ უწყობ მეთქი და თანაც გმირებს არ ასვნობენ. თვითონ იცნობიან. იოხუნჯა ქალმა. მართალია. თუმცა დაადასტურა თანამგზავრმა, მაგრამ გულში წყენამ გაქრა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ინგლისელმა მოიბოდიშა. მოიხარა ქალს ხელზე აკოსა და სწრაფის გრძელის ნაბიჯებით შეუხვია მოსახვევში. ქალს უნდოდა დაეზვერა, უეცრად ჩამოშორებული თანამგზავრი, მაგრამ შეერცხვა და გზა განაგრძო და გულში კი ფიქრობდა. ნუ თუ მას გაეკიდა. მერე რა? ხომ ვერ გაეცნობა? როცა ინგლისელი ჯონ ჰექსლეი იმავე მოსახვევში შევიდა, სადაც ქალი მიიმალა, ჯივიდან ამოიღო დურბინდი და თვალი ძლივს მოჰკრა ქალს. დაწევა არ გაზნელებია. ბოდიში ვიხდი ქალბატონო, გადაჭარბებული სტილობით მიმართა ვაჟმა. მე მჭირდება ფრანგულის კარგად მცოდნე. გასამჯელოზე მოვრიგდებით. შეიძლება თქვენი იმედი ვიქონიო? ქალმა მცირე გაუცების შემდეგ სიხარულით უპასუხა. დიდი სიამოვნებით. ეს უსათუოდ თინოს უნდა უმადლოვდე, რომ გირჩიათ. და გამახსოვდით, რომ ქალბატონთან ერთად შეხვდით. როგორ არა? ჩვენში უცხოელები იშვიათია. და თან თქვენ ისე მაღალი ხართ. მეტი არაფერი. ცუდი კომპლიმენტია. ქალმა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ გამოკეთება ვერ მოახერხა. ეს არაფერია ქალბატონო, მაგრამ სად შეიძლება მოგელაპარაკოთ? ქალი სრულიად დაიბნა. მე მოვალ თქვენთან. სამუშაო გამომიგზავნით. მე აქვე ვდგავარ. მეორე შესახვევი ნომერი 14. ნება მიბოძეთ თქვენთან შემოვიდე. მე ბევრი მექნება საქმე და ერთხელვე რომ მოგელაპარაკოთ. სად შევიყვანო ახლა? ფიქრობდა ელი. მილაგებული კი დავტოვე, მაგრამ ვინ იცის მამა რა შვება. სტუმარი კი მიდიოდა
და მასპინძელის მიჰყვებოდა უნებურად. სახლში არ შემოხვიდეთ ხომ ვერ ვეტყვი, თანაც რა სისულელეა, სხვები რომ ხომ შემოდიან. ოთახი იყო მეტად უხერხული. კედელზე შეშრდა სტუმრის ყურადღება. ეს თქვენი სურათია, ხომ? დიახ. აღარ გავარგანა. გამოსვლით ხართ საგრძნობლად. რამდენიმე წლის წინათ არის გადაღებული. მე-5 წელია. ინსტიტუტის დამთავრების დროს გადამიღო დედამ. ჩონჩხითაც კი ვისმრობ მშვენიერებას. ვაჟურის სიამაყით და სიამოვნებით უთხრა თავის თავს ექსლეი. თინოს დაასლოკინა. ია მომგონებელსაო, ვარდი გამხსენებელსაო, 7 წლის ციებ ცხელება, შენს ავად მხსენებელსაო. ნინჯად მიმართა ბებიდამ. ჰაჰა, გაიცინა თინომ. იცინე. ასე შეულოცავდით და ცხოვრობდით არხეინად. შელოცვაზე უფრო მეტად ბები ერთიმანეთი მარგებს. პუდრი შემომაგლდა. მოგცემ შვილო. იყიდე ეს წეული, მაგრამ ხვალ რაღაც ჭამ. კავალერები ისე როგორ დაკარგავენ სინდის, რომ კონდიტერში მაინც არ მიმიპატიჟონ და სადილი ლორიგან კოდის ჭირის სანაცვლოდ იყოს, მაგრამ შენ რაღაც იზამ. მე არაფერია შვილო, ოღონდ შენ არ დამეჩაგრო. კავალერების იმათად ციარული კი არ მომწონს. რა ვქნა შვილო, არ მომწონს. ღმერთმა კარგი იქნას. უიქა, ეხლა ფრანგული აღარ დასჭირებია. შეხე ბები, ჩვენს ელის. რამოდენა ავტომობილში გამოჭიმულა და მიექანება. წამოიძახა ფანჯარაზე მიყნობილმა თინომ. საწყალი. უპასუხა მოხცებულმა თავსაფრიანმა ქალმა. მაგის საეჭვო გზას დადგომია. საწყალი მაგის მამაა. მოფილოსოფოსე კავალერისტი. ხა. თორემ ელის რა უჭირს? ეტყობა მიექანება კავკავისკენ. აქამდე თუ მივიდოდა ეს კი არ მეგონა. ჰექსლეი. ხასობაც სანატრელი გახდა? ჩაიკვნესა თავსაფრიანმა. ჭკვიანი კაცის ხასობას არ ჭობს სულელის შვილობას. შენ აქ სურს თქვამ დიდარის და არა ჭკვიანის, თორემ ჭკვით ჩვენი შალიკო არავის ჩამოუვარდებოდა. ისემ ღმერთი უშვედის. მთელი ქონება რომ შესწირა, დაარიგა. აბა როგორ ეგონა? ხომ ჩამოართმევდნენ მაინც? ხო, და მამული მან შესწირა და დაარიგა, ხოლო შვილი ჩამოართვეს. ჰაჰა. ბედნიერი ელი მოივლის ქვეყანას. ამ საბურთალოს მტვერს კი ჩვენ გვიტოვებს. თინიკო იცხოვრე როგორც გსურს, ოღონდ ამ სიტყვებს მაინც ნუ გამაგონებ. დამხუს ქალს უნდა და ბოგმის გასაქარებლად სხვა ოთახში გასულიყო, მაგრამ რადგან მეორე ოთახი აღარ ჰქონდათ, მივიდა კუთხეში მდგომ საკუთარ საწოლ ტახტთან და სასტუმალთან გამოიღო ოდესღაც სადაფით მოჭედილი ცრაკლიდულიანი. პატარა ყუთი და შიგ დაიწყო ფათური დაკვითლებულ წერილებსა. ძველი ჟამნისა, დუნდუკო კორსაკოვის ბალზე მიღებულ იაპონურ მარაოსო და ქმრის, მყიდველებისათვის უსარგებლო მენდალჯვრებს შორის. თითქმის ამით დამთავრდა თვალიდან ელის უეცარი გაქრობის ამბავი. საერთაშორისო ომის ნაგლეჟებისა და სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელში ვერ გაატარა ცხოვრების ნაბტყვენმა ბუმბულმა. მერსედესი მიჰქროდა. ელის იზიდავდა, ხიბლავდა, ათრობდა. მოჭრილი პურის ყვითელ ხალიჩაზე ძნებად დადგმული კონები. არშიათ შემოვლებული მთების მარმაში, თავისუფლად დაშვებულნი, ვით თეატრის სიმეტრიულ ნაოჭიანი ფარდა. ხეებისაგან გასრვნილ, ამწვანებული მთების წვერზე, ბოხოხად დარგული ქოჩორა ხეივანი. ველები ფერად ზოლებად დაყოფილნი, ტელეგრაფის მავთულები მწკრივად, როგორც მოწაფეები, ქანდარაზე, უხმოდ ჩამომჯდარი ფერადი ჭიდები. და ეს უთვალავი, ყოველის მხრით გადმომცქირალნი, ზოგი მტირალნი, ზოგი გასალკდებებული ნანგრევნი კოშკისა, ციხეებისა და ეკლესიებისა. თვალები მოეღალა ქალს. ქვეშეგნების მივარდნილ სამზარეულოში მაინც ღვიოდა და მამშვიდებელი ნაზისევდა, უსიტყვო ფიქრი. ფიქრების შედეგად თუ თავში გაირბენდა ნაწყვეტი სიტყვები, ისინი იყვნენ მხოლოდ არსებითი სახელები და ზმნები, განმაცვიფრებელ ფორმებით. განმარტებისათვის არ სცალოდა, ტვინს. მამას, წყაროს ფეხი, შვილზე, მოკლეს, გარყვნილიაო, ვინი ფიქრებდა. კი, ხო, სულ ერთია, საცოდავი. ელის ყურს მოხვდა გარკვეული სიტყვები. წაგვიყვანდეს ერთი. მიიხედა. გზაზე გადამდგარიყო რამდენიმე გლეხი, ცელებით ხელში და შურით უცქეროდა მიმქროლავ მანქანას. ელიმ ავტომობილი შეაჩერებინა და ხელი დაუქნია. ცელავები გაკვირვებით ერთმანეთს გადახედავდნენ. მორიდებით მიდიოდნენ, მაგრამ უკან დახეული ავტომობილიდან რამინო გადმოხდა. კარები მართად გააღო. თავაზიანად მიიპატიჟა.
მუშები ჩაჯდნენ, მაგრამ უხერხულად გრძნობდნენ თავს. საითკენ მიდიხართ? დაეკითხა ელი. აქ იჯარით გვაქვს თივის მოჭრა აღებული და დაგვაგვიანდა. შორიდან მოვდივართ. აბა დაუჩქარეთ, უბრძანა ელიმ შოფერს. მეტისმეტ მას ისწრაფა ახლად ჩამჯდარნის შეშმუშნა. ერთმანეთ დაუწყეს სქერა. 4 წელი ერვარებდა ჰაერში, როგორც ელისათვის, გამზადებული ჩაფხუტი. ასეთი ვაშკაცები ხართ აქაურები და რამ შეგაშინათ? აქ რა ვაშკაცობა გაგვივა ქალბატონო, უპასუხა მოხუცმა. თორემ აი ეს ბიჭი, მარტო მიდის დაცვეს ანადიროთ. 10 კი ჰყავს მოკლული. ახალგაზრდას, რომელსაც მოხუცმა მიათიტა, მხოლოდ წვერულვაში ჰქონდა მოკლე, ქორფა და ყორნის ფრთისფერი, თორემ თითქმის ისეთივე დანაოჭებული იყო სახე და ისეთივე სევდიანი თვალებით გამოიყურებოდა როგორც დანარჩენები. ნუ გეშინიათ, ისე მიგიყვანთ, რომ ჩხილი არ გეტკინებათ. აი მე ხომ არ ხეინაცი ვარ. ცოდნა უნდა ბატონო, ცოდნა, თორემ საშიში ქვეყნად არაფერია. ესენი არიან ის საშინელი გლეხები, გაიფიქრა ქალმა. ტყუილია, მამაც ასე ამბობდა, ძილობიანი, ნამუსიანი, მშრომელი ხალხიაო. ელი მარიცოდა რაღა ეთქვა. უნდა დაკიმათთან ბაასი. თვალში მოხვდა გაშლილი ცელები. არ მეგონა თუ აქ მამაკაცებმა თიფას მოგკიდეთ ხელი. აქ ხომ მუდამ მხოლოდ ქალები მუშაობენ. არა ქალბატონო, ჩვენ წინათაც მუშაობდით. თქვენ რომ ბრძანებთ, ის გადაღმა მხარეზეა. ერთმა გლეხმა მობაასეს გვერდი ჰკრა და თვალით ანიშნა. რა იყო? შეეკითხა ელი. ჩვენ გავსვით უკვე ჩვენ ადგილს. რა უყოთ მერე, გამოისერინეთ კიდევ. არ აქვს ძალიან ქალბატონო, თორემ როდის მოგხვდება კიდევ ჩაჯდომა. მშვიდობით, გამარჯობა. ელის ნაღვლიანი თვალები დარჩა მუშებზე. მადლობთ. ღმერთმა გადაგიხადოს. კავკავში ჩასვლისთანავე ელი ტელეფონით გამოიძახეს. შეშინებული მივიდა ქალი მანქანასთან. მე ვარ ელი, რა გნებავთ? კარგად იმგზავრეთ ხომ? მადლობთ, კარგად, ვინმე ლაპარაკება? ჰექსლეი, ძლიერ მოხარული ვარ. ხომ არაფერი მომხდარა? არა, არაფერი. გთხოვთ რამინო გამოუშვათ, ხვალ საღამოს, უკანვე დავაბრუნებ. რად გჭირდებათ? უსათუოდ რაიმე მოხდა. გარწმუნებთ სრულად არაფერი. ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა ბათუმიდან, რომელიც კავკავში უნდა წამოვიდეს და არ მინდა ნაქერავე ბეთლში ჯანჯგავოს. თქვენ კი მან ყოველივე საგისრულებთ, პატივცემული დიასახლისი. კარგი. ელის მაინც რაღაც ცუდად უგრძნობდა გული. გთხოვ, რამინოს უბრძანოთ ტელეფონთან მოვიდეს. ამ სიტყვებმა უფრო დააეჭვეს ქალი და ცდილობდა, ცხენოდა კი სხვათა ლაპარაკის ყურის მიმპყრობა. გაეგო. რაზე ლაპარაკობდნენ მოსაუბრენი, მაგრამ რაღაც უსნაური ბგერები მოესმა. კითხვით კი ვერ აღკითხა მსახურს. გმადლობ რომ მომისარი. ხვალდილას 6 საათზე მზად უნდა იქნეს ავტომობილი და სადარბაზო ტანსაცმელი. მიმართა ლოგინში მწოლიარე ჰექსლეიმ ახლად შემოსულ რამინოს. არ იქნება საჭირო, ჩვეულებრივი სიდინჯით და გარდაუვალის დაბეჯითებით უპასუხა რამინომ. რატომ? დუელი არ შესდგება. შენ საიდან იცი რომ დუელი მაქვს? ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ხდება რაიმე დუელის მსგავსი. კარგი და დუელი რატომ არ შესდგება? ბატონი გორდელიანი არ არის ისეთი კაცი რომ დუელი იზროს. ვაკი გამომიწვია. ეს იყო პირველი წუთი აღშფოთებისა. ძველი ჩვეულება ყოფილი მის წრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ასწონდასწონის, განშის, გაარჩევს და დარწმუნდება რომ უადგილოა აქ დუელი. გონი მართალს ამბობს რამინო, გაიფიქრა ჰექსლეიმ. მოფილოსოფოსე, ნევრასთენი კი აჯობებს ყოფილ კავალერისტს. შეიძლება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. რამინომ ჩვეულებისამებრ დაბლად, დინჯად დაუკრა თავი და გავიდა. მცირე ხნის შემდეგ რამინო შემოვიდა და მოახსენა. შალვა გორდელიანი. ეს კი მოულოდნელი იყო. ეს კი ყველაფერს აღემატებოდა. ჰექსლეი ჭოჭმანობდა, მაგრამ საჩქაროდ ჩასმა დაიწყო და რამინოს უპასუხა. მობრძანდეს. მისაღებ ოთახში ჰექსლეის დახვდა ფერებგრთალი, სუსტი, მოკანცული შალვა. მეტად გაფართოებული, ამბრეული და მწუხარე თვალებით, უდადელად ჩაცმული. ტანსაცმელი ლაზაც არ იყო მოკლებული. ხელოვნურად დაუწყობელი თმა წვერულვაში ბუნებრივად შნოიენად დალაგებოდა. შალვა ძლივს იდგა. ჰექსლეი ელოდა. მე მოვედი გითხრათ, რომ დუელი არ არის საჭირო. თქვენ ბრძანდებით ინიციატორი. ვიცი, ფორმალური მხარე იქნება ასასრულებელი. თქვენ არავინ გაგამტყუნებთ. ჩემი სეკუნდანტები განაცხადებენ, რომ გამოწვევა მე თვითმი მაქვს უკან. მე მოვედი მხოლოდ მე თხოვნა, როგორ შეიძლება ასეთი შემთხვევაში თხოვნა ან სიტყვის ჩამორთმევა. მხოლოდ ეხლა მივხვდი, რომ სისულელეა. შალვა ადგილზე გადაქან გადმოქანდა, მაგრამ ფეხების შორიშორ დადგმამ ნებისყოფამ შეამაგრა. დარწმუნდით,
რასაც კი მთხოვთ და შემიძლია. გულწრფელად მიუგო ჰექსლეიმ. თუ შეგიძლიათ, უეჭველია. მოუვლით ელის. ცოდვაა, კარგია, მაგრამ ამ წინადადებით აქ ჩემი მოსვლა არ არის საჭირო, უადგილოა, უკაცრავად. შალვა კარებისკენ წავიდა. ჰექსლეი გაჰყვა. ჩემის მხრივ ნება მიბოძეთ გაგახსენოთ, რომ თქვენ მოვალეობა გაწევთ შვილისა და თავის წინაშე. ვიცი, მე ვალდებული ვარ დატვირთული, როგორც ვირი, მისთვის უსარგებლო მარილით. წარე ღივილმა ბატუჩი დამანჭა. შალვა ჩხარის ნაბიჯით მიდიოდა, თუმცა ტერფები ეწებებოდა ქუჩას და გზას გადიოდა მიხვე-მოხვევით, კლაკნით, ისე როგორც შოთას ძველი სიტყვები, მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი, იკლაკნებოდა მის ტვინში.